იყო ისეთი ადამიანი, ვისგანაც გაგიკვირდა მხარდამჭერი კომენტარი. იცით რა, მე არ გამიკვირდა ეკასგან, ახლა ეკა ყოფერასგან მხარდაჭერა გავუკვირდათ ჩვენი ბაბლის ტიპებსთან. მე არ გამიკვირდა, მე ეკას ვიცნობ. და ხო, ეგეთი ეკა ყოფერი. ჩვენ წლებით და მე რუსთავიორში ეკას ხელში დავიწყე ყველაფერი. ეკა იყო ის ადამიანი, რომელსაც პირველად შევხვდი ეროსიმ რომ მიმოყვანა რუსთავიორზე და ეკას ხელში ვარ გაიარა ყველაფერმა ჩემმა და ჩვენ ძალიან მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს და ადამიანური პატივისცემაზე დგას ჩვენი ურთიერთობა, რაც მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკაზე მაღლა დგას. და შესაძლოა არ გამიკვირდა. იყო რაღაც სტატუსები, რაც ძალიან მესიამოვნა, გულწრფელად გეტყვით. აი, მაგალითად ალექსანდრე პაიჭაძეს არ ევალებოდა, არ არის პოლიტიკაში ალექსანდრე საერთოდ. და გამეხარდა, ძალიან გამეხარდა, იმიტომ რომ ვაუ, ვიფიქრე cool, მაგრამ ნუკისგან არც გამკვირები, ანუ ვინმე არ გამომრჩეს. ერთადერთი ალბათ ვისგანაც ველოდი და გამიკვირდა რომ არ დაწერა, ორი ადამიანი იყვნენ. ნანუკა გულუა, რომელიც ჩემ მეგობარია. ნანუკა არის ჩემ მეგობარი. ნიკა წულუკიძე არის ჩემ მეგობარი. ჩვენ მეგობრობთ. ჩვენ წლების განმავლობაში ერთად გავიარეთ, გამოვიარეთ, შევიარეთ, შემოვიარეთ, ვიცინეთ, ვიტირეთ წლების განმავლობაში. ნუ ალბათ იმიტომ რადგან ნიკა მერთხელ მომწერა ჩხრეკაზე რა შემოვიდნენ ჩემთან, ჩხრეკვაზე რა შემოვიდნენ, ნიკა მომწერა ინბოქსში წულუკიძემ. და მივწერა ესეთი მესიჯი რომ საჯაროდ როდის დაწერთ თქო, როცა დამიჭერენ თქო? მე დაწერს საჯაროდ რომ არასწორია ეს ყველაფერი თქო? იმიტომ იქ ინბოქსში იყო ეგ პათოსი რომ როგორი შეწუხო, როგორი არასწორი და რა სიგიჟია რაც ხდება. აღშფოთებული იყო ამით და ამ აღშფოთება საჯაროდ როდის დავინახა, როცა დამიჭერენ თქო? და არა ღმერთთა საკმარისი ჩემი დაჭერა.